განაგრძობს სანდრო დილამშვიდობის. თათია დილამშვიდობის ძალიან საინტერესო აქცენტები იყო შენ ჩართვაში დასმული და ცხადია თემაზე საუბარს უკვე Colors International Georgia-ს ხელმძღვანელ და მთელი წლის განმავლობაში ჩემთვის პირადად ერთ-ერთ გამორჩეულ რესპონდენტთან ბატონ ირაკლი კილაურიძესთან ერთად განვაგრძობთ. ბატონო ირაკლი დილამშვიდობის ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იგებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში ჩვენ არაერთხელ მიმოვიხილეთ ხოლმე როგორც წესი წლის განმავლობაში უძრავი ქონების დინამიკა. მინდა ვთქვა რომ არც თუ მაინც სახარბიელო სიტუაცია იყო მთელი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ დაეთქვა ლარის გაუფასურება, მთელი რიგი საკითხები, რომელსაც თქვენთან საუბარში მიმოვიხილავთ, თუმცა აი მცირედი რეზუმირება რომ გავაკეთოთ ჩვენი საუბრის გახსნით ნაწილში, როგორი იყო უძრავი ქონების კომპანიებისთვის მთლიანობაში 2015 წელი. გისმით. კი ბატონო, ანუ ასე ვთქვათ, ზუსტ ანალიტიკას, ასე ვთქვათ, ჯერ თავი შევიკავებ, იმიტომ რომ მაინც მეორე ნახევარი შესაძამებელია. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ აი წინა წელთან შედარებით, რასაკვირველია კლება ტრანზაქციების რაოდენობაში არის, დაახლოებით ეს 6-8%-ის ფარგლებში არის გააჩნია სექტორს, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ კარგი იქნება და საინტერესო იქნება თუ შევაჯამებთ ზოგადად იმ პროექტებს, რომლებიც დასრულდა და იმ პროექტებს, რომლებიც დაიწყო. 2015 წელში, რომელიც რასაკვირველია ზოგიერთი ამავე წელს დასრულდება, ზოგიერთი ასე ვთქვათ გადაიწევს შემდეგ იმაში. თუმცა ამ მხრივ არის გარკვეული მზარდი დინამიკა იგივე პროექტების კუთხით თქვენ ბრძანეთ. თუმცა აი როგორია თვითონ სიტუაცია, იგივე კომერციული ფართების მხრივ, საცხოვრებელი ფართების მხრივ, ნუ გასაგებია რომ ხორციელდება ძალიან ბევრი დეველოპერული პროექტი, რაც შესაძლებელია ცალსახად, თუმცა აი მოთხოვნა ბაზარზე, მოთხოვნა და მიწოდება რამდენად რელევანტურ კორელაციაშია ერთმანეთთან. ხო, მოდი უნდა გავყოთ აუცილებლად, ანუ შევეხოთ ჯერ კომერციულ უძრავ ქონებას, რომელიც ცალკე იყოფა ასე ვთქვათ სავაჭრო ფართებით დავიწყოთ. ნუ წლევანდელი წელი და ალბათ შემდეგი რამოდენი წელი გამორჩეული იქნება საკმაოდ დიდი მიწოდებით ბაზარზე. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სავაჭრო ფართები თითქმის ორმაგდება ბაზარზე. ნუ რასაკვირველია ჩვენი აზრით ეს ასე ვთქვათ რაღაც წნეხს შექმნის ამ უძრავ ქონებაზე და შესაძლებელია რომ რაღაც ვაკანტურობები გაიზარდოს და შეიძლება ფასები შემცირდეს. ნუ მეორე ფონზე ასევე ეს ლარის გაუფასურება ასე ვთქვათ თავის როლს თამაშობს. სყიდულობით უნარიანი ისეთი არ არის როგორც იყო და ნუ რასაკვირველია ეს ყველაფერს ითამაშებს, თავისი როლი ექნება ამას. თუმცა ამას ალბათ კომერციულ ფართებზე ნაკლებად ბატონო ირაკლი ალბათ. სავაჭრო ფართებზე. ანუ რაც შეეხება, მოდი ოფისსაც შევეხოთ ოფისში პირიქით არის მდგომარეობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად მიწოდება იმ დოზით არ ხდება და ჩვენი აზრით საკმაოდ დიდი შესაძლებლობები არის ეს საოფისე ბაზარში, განსაკუთრებით A კლასის და A+ კლასის იმაში. მან შეიმჩნევა რეალურად ვაკანტურობების შემცირება და ფასები თითქმის სტაბილური არის რა. ანუ ოფისის ბაზარი მოდი ასე ვთქვათ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში და პირიქით შესაძლებლობებიც არის. რაც შეეხება სასტუმროების ბაზარს, აუცილებლად კომერციულ უძრავ ქონებას უნდა შევეხოთ. ჩვენ შარშან პროგნოზირებდით, რომ ზოგადად ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 6 მილიონამდე გაიზრდებოდა 2014-ში იყო დაახლოებით 5.5. ბოლა მონაცემები რაც გვაქვს ზუსტი არა ეს, მაგრამ თითქმის ამაჩვენებელს აღწევს, დაახლოებით შეიძლება 5.8, 5.9 ფარგლებში იყოს. ეს კარგი მაჩვენებელი არის იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში. ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ და საკმაოდ დიდი მიწოდება არის კიდე სასტუმრო ოთახების ბაზარზე. ანუ აქაც მზარდი დინამიკა. საკმაოდ მარტო, თუმცა ეს დინამიკა ჩემი აზრით ჯანსაღი არის იმის ფონზე, რომ ეს ტურისტების რაოდენობა იზრდება. მიზრდება, ნუ ცალსახად. ნუ ასევე მე თქვენს საუბარში ასე ვთქვათ გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, მაგალითად წყიდაალობით უნარიანობის შემცირებას, რომელიც იყო ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მთლიანობაში იმ ტრენდისა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო დაღმავალი, თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებები მინდა გამოვყო. ნუ ამ შემთხვევაში ხელისუფლების თანამონაწილეობა და იგივე ვთქვათ საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან. ზოგი განხორციელდა, ზოგი არ განხორციელდა. თუმცა ცხადია, უძრავი ქონება დამეთანხმებით ბატონო ირაკლი მეტწილად ფსიქოლოგიურად განწყობებზე არის, როგორც წესი აგებული ხოლმე უმეტესწილად და იმ მთლიანობაში აი პირველი მახსენდება მაგალითად საპოლიციო გამოსახლება. და იყო ასე ვთქვათ სხვა ბევრი დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები. აი ამ ყველაფერმა მოახდინა თუ არა გავლენა და მთლიანობაში აი მთლიან სურათს თუ შევხედავთ პრიზმაში, აი როგორი გავლენა იქონია უძრავი ქონების კომპანიების ოპერირებაზე. ხო, ზოგადად ახლა ასეთ საკანონმდებლო ინიციატივები რასაკვირველი მოლოდინებს ცვლის და ეს გინდა თუ არ გინდა, ასე ვთქვათ, გავლენას ახდენს. ახლა რამდენად ზუსტად რა ეფექტი ექნება ამას, რასაკვირველი უნდა დავაკვირდეთ და შევხედოთ შემდეგ რამოდენიმე წელიწადს, თუმცა ცალსახად გეთანხმები მაშინ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ხელს უშლის კერძო მეწარმეს, რომ თავისუფლად აწარმოოს მისი საქმიანობა, ანუ ხელშემშლელი ბარიერებია, ხო, რეალურად ეს რასაკვირველი მის გადაწყვეტილებაზე მოქმედებს. და მოქმედებს იმით, რომ ან ინვესტიციას არ ახორციელებს იმ რაოდენობით, რაც უნდა და რომ
განეხორციელებინა, ან ამას გადადებს, ან ჯერ დააკვირდება. მოკლედ აქტიურობა მცირდება. ბატონო რეგი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და მე პრინციპში ხარ რამდენიმე კომპანიის პათოსს გავემეორებ, თუმცა ეხა კომპანიებს არ დავასახელებ პირდაპირ ეთერში, თუმცა მე მინდა ვთქვა, იგივე თქვა აი პრივატიზაცია, როდესაც დაანონსდა. როდესაც ხელისუფლებამ პრივატიზების ანონსი გააკეთა გარკვეულწილად, რომ გარკვეული ობიექტები, რომლებიც იყო სახელმწიფო ბალანსზე, უნდა გადასულიყო გარკვეულწილად ბიზნესის ბალანსზე და აი აქ რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა პრეტენზია, რომ კომპანიები არ იყვნენ ჩართულნი რეალურად ამ საქმეში. აი რეალურად კოლიერსის შემთხვევაში რა ხდებოდა? ჩვენ რეალურად სახელმწიფოსთან საკმაოდ თანამშრომლობთ. ჩვენ მოგეხსენებთ, რომ ბაზრის კვლევასაც ვაკეთებთ და ასევე ჩართული ვიყავით რამოდენიმე სახელმწიფო ობიექტზე, ვთქვათ, შეფუთვაში და მათ მარკეტინგში. ანუ ჩვენ ვთვლით, რომ საკმაოდ დიდი აქტივობა გაწია სახელმწიფომ იმისათვის, რომ კარგად რეკლამირება გაეკეთებინა ამ საპროექტო აქტივები, იქნებოდა საერთაშორისო გამოფენებზე მათი გატანა, თუ ადგილობრივ ასე ვთქვათ მედიებში ან ბიზნეს სტრუქტურებში მათი რეკლამირება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერესია რომ პრივატიზაცია გააკეთოს და მაქსიმალურ თანხა მიიღოს ამ პრივატიზაციით. მე არ ვიტყოდი რომ ასე ვთქვათ რაღაც ან პასიურად გააკეთეს ეს, ან რამე დააკლეს. მე არ ანუ რეალურად ბიზნესი, უძრავი ქონების კომპანიები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი. ჩართულები რას, ან ყველას ჰქონდა შესაძლებლობა რომ მონაწილეობა მიიღო და ეყიდა. მე არ ამგონია რომ რაღაც შეზღუდვა ყოფილიყო რომ ან ვინმეს ან არ დაეპატიჟებინათ. ეს ყველაფერი საჯაროდ ხდება. საჯაროდ ხდებოდა მთლიანობაში. ანუ გამჭვირვალობა ასე თქვა და იყო დაცული. ყოველ შემთხვევაში ახლა როგორია თქვენი მოლოდინები უშუალოდ 2016 წელს. ცხადია ძალიან ბევრი სკეპტიკოსი მეცილად საუბრობს იმაზე, რომ თუ შენარჩუნდა მაგალითად ლარის ტურბულენტი, თუ მაგალითად იგივე მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტი, მაგალითად გადმორიცხვების ტრანზაქციების რაოდენობა, იგივე უცხოეთიდან, უძრავი ქონების ბაზარი მაინც და მაინც ვერ დაიჭერს იმ სიმაღლეებს, რაც არის რეალურად ჩანაფიქრი. თუმცა აი თქვენი მონახაზი, თქვენი ვარაუდი, როგორია 2016 წელს? ისევ უნდა გავყოთ სექტორებად, ანუ ერთიანად ვერ ვილაპარაკ ტურიზმს და რაც შეეხება სასტუმრო სექტორს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებთ. იმიტომ რომ თუნდაც, იმიტომ რომ შეიძლება რეგიონში საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ გარკვეული ასე ვთქვათ სენტიმენტების გათვალისწინებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით შეიძლება ამან ხელი შეუწყოს ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. თუმცა იგივე თუნდაც რუსეთიდან უფრო მეტი შემოვიდეს. ანუ ეს ხელს შეუწყობს, რომ დატვირთულობა გაიზარდოს სასტუმროებში, ანუ უფრო მეტი სასტუმრო აშენდეს, უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს. კომერციულ უძრავქონებას რაც შეეხება, ვთვლი, რომ ისევ ოფისებში შესაძლებლობა დარჩება საკმაოდ კარგი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, უფრო რთულად იქნება მდგომარეობა ასე ვთქვათ სავაჭრო ფარგლებში. იმიტომ რომ რამოდენიმე საკმაოდ ცენტრალურ ადგილას ხდება ახლა ახალი პროექტების დეველოპმენტი, რომელიც საკმაოდ დიდ კონკურენციას შეუქმნის სხვა სავაჭრო ცენტრებს და ასე ვთქვათ რაღაც ნაწილს წაიღებს. თუმცა ეს კონკურენცია ჯანსაღი არის და ვფიქრობ, რომ სავაჭრო ფართებში შეიძლება უფრო რთულად იყოს მდგომარეობა ვიდრე სხვა. და აი საცხოვრებელი ფართების კუთხით რა? საცხოვრებელს რაც შეეხება, საცხოვრებელი აი ძალიან პირდაპირ არის მიბმული ამ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, მდგომარეობას და სიბრილობით უნარიანობას. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, კლება რასაკვირველი არის წინა წელთან შედარებით, თუმცა 2013-ს თუ შევადარებთ, პირიქით პატარა, ასე ვთქვათ, მატება არის. რაც შეეხება 16-ს, მოგეხსენებათ საარჩევნო წელია, პოლიტიკურად აქტიური წელი იქნება. ერთის მხრივ შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, ხელშემშლელი იყოს, რომ ვიღაცებმა გადაწყვიტონ რაღაც ინვესტიციების განხორციელება, რაღაც ვალდებულებების აღება. თუმცა მეორე მხრივ, რა ვიცი, ნახოთ, დავაკვირდეთ რთული თუმცა რეალურად, ასე ვთქვათ, მიწოდება დეველოპერული კომპანიების მხრიდან მაინც ხორციელდება. მაინც ხორციელდება საკმაოდ ბევრი რაოდენობის. საინტერესო ფენომენია ეს ყველაფერი. კი, საკმაოდ დიდი რაოდენობის ნებართვები არის გაცემული. უკვე გაცემულია, კი ბატონო. ეს ნიშნავს, რომ დეველოპერებს აქვთ იმის რწმენა, რომ შეძლებენ ამ პროდუქციის გამოტანას და გაყიდვას ბაზარზე. შეიძლება ეს მოხდეს იმის ფონზე, რომ შეიძლება ფასებმა ცოტა დაიწიოს, თუმცა ტრენდს რო შევხედოთ ბოლო რამოდენიმე წლის, ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ფასები ფაქტიურად არ შემცირებულა, ასე ვთქვათ, პატარა ცვლილებებს თუ არ გავითვალისწინებთ ყველა სექტორში. საბოლოო ჯამში ანუ ფასების კორექტირება აბსოლუტურად გინდასწორებთ, ეხლა მეც ვაკვირდებოდი ხოლმე როგორც ეს იგივე საცხოვრებელ ფართებზე, კომერციულ ფართებზე, ფასების კორექტირება აი მინიმალურად, მიზერულად და ანუ ესეც ძალიან საინტერესო ფენომენია. მიწოდება არის, რეალურად დაანონსებული პროექტები არის, თავარია მაკროეკონომიკური ფონი იყოს სტაბილური. ზოგადად კი, ზოგადად საცხოვრებელ ბაზარსაც შევხედოთ, ჩვენი ქვეყნის ურბანიზაციის დონე არის საკმაოდ დაბალი, ნახოთ 50% არის. გვინდა არ გვინდა, ეკონომიკის დასთან ერთად ეს ურბანიზაცია გაიზრდება. 50-დან რა ვიცი, დაახლოებით 70-75% გარდაუვალე ეს. ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად ქალაქები თვითონ გაიზრდებიან. დღეს თბილისი იზრდება ყველაზე უფრო
დიდად. ანუ შესაბამისად თბილისში მოთხოვნა მაინც შენარჩუნდება საცხოვრებელ ბაზარზე. კი ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. უკვე 2016 წელს გელით ჩვენთან სტუდიაში და იმედია ტრენდი იქნება პოზიტიური, იმედია მხოლოდ აღმავლელ ტრენდზე ვისაუბრებთ და ამ ყველაფერს მაკროეკონომიკური ფონი მთლიანობაში ქვეყანაში შეუწყობს ხელს. მე ამ იმედით გემშვიდობებით, ბატონი ირაკლი კილაურიძე პასუხობდა ჩვენ კითხვებს. მეგობრებო, წინ გელით პირველის ნახევარზე ბიზნეს კონტაქტის საკმაოდ საინტერესო გამოშვება. ამ დროისთვის ის ულეს იყო.